დავიწყებ ალბათ ყველაზე გავრცელებული პოპულარული მითით, რომ ადამიანებს სწამთ და სჯერათ იმის, რომ შენი მზის ნიშანი აჩვენებს აბსოლუტურად ყველაფერს შენზე. ეს პოპულარულია იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად, როდესაც ჩვენი დაბადების მონაცემები შეგვყავს საძიებო სისტემებში, ის გვაძლევს ერთადერთ ნიშანს და ყველა ჩვენგანს ვგონია, რომ ეს ვართ ის ნიშანი რა დამახასიათებელი თვისებების ამ ნიშნის ირგვლივ ამ ნიშნთან მიმართებაში არის იდენტიფიცირებული, ყველას მე ვგონია, რომ ჩვენს ინდივიდუალურად მხოლოდ ამ ასტროლოგიურ გენეტიკას ვატარებთ და მზის ნიშნის ირგვლივ ვაგებთ ჩვენს როგორც შინაგან, ასევე გარეგნულ თვისებებს და ადამიანს გონია, რომ მზის ნიშანი არის აბსოლუტურად ყველაფერი. კონსულტაციების დროს ძალიან ხშირად კი არა და ყოველთვის ვურმავდები ამ თემას და ყოველთვის ვუზიარებ ადამიანს ინფორმაციას თუ რა არის მზე და დანარჩენი რა ნიშნებია აუცილებელი ვიცოდეთ საკუთარ თავზე, იმიტომ რომ ყველა ადამიანი შედგება სამი ძირითადი ნიშნისგან. მზე აჩვენებს, რა თქმა უნდა, მზე არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგია, საიდანაც ზოგადად იშვა სიცოცხლე, იშვა სინათლე, თუმცა ის არ არის ერთადერთი, იმიტომ რომ ადამიანი ძალიან კომპლექსური არსება, ძალიან მრავალნაირი რაღაცისგან შედგება და ის ნიშანი, რა ნიშანსაც Google იქნება ეს თუ სხვა საძიებო სისტემები გაწვდით თქვენი დაბადების თარიღის, მხოლოდ და მხოლოდ თარიღის შეყვანით, ამ ნიშნის მხოლოდ ალბათ ძალიან მცირედი პროცენტი არის თქვენი, ასე ვთქვათ, ერთობლიობის ნაწილი და არა მთლიანი სურათი. შემდეგი გავრცელებული მითი არის ასეთი, რომ ჟღერშემდეგნაირად ყველა ერთი და იგივე ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს ერთნაირი დამახასიათებელი თვისებები აქვს. არა. სხვადასხვა ახლა ამას წინათ ავტვირთვე მე ვიდეო, სადაც გადავთარგმნე ფაქტიურად ასტროლოგიის მონაცემები, ნახეთ ის ვიდეო აუცილებლად, იქ კიდევ უფრო უკეთესად მიხვდებით თუ რა განსხვავება ნიშნებს შორის და რა არის ზოგადად როგორ არის ეს სისტემა აგებული, მაგრამ ერთი და იგივე ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი არ არის ერთნაირი და იდენტური მეგობრებო, ყველანი ვართ ძალიან განსხვავებულები, ძალიან ასე ვთქვათ, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა ნახშატრების, სხვადასხვა პლანეტარული გავლენების ქვეშ ყალიბდება ადამიანის როგორც ფსიქოლოგია, ასევე მისი ბედისწერა, შესაბამისად, თუ ორ ადამიანს ერთი და იგივე მზის ნიშანი ან ასცენდენტის ან მთვარის ნიშანი ემთხვევა, ეს ანიშნავს იმას, რომ ეს ორი ადამიანი არის ერთმანეთის აბსოლუტურად იდენტური კოპია და რომ მათ ერთნაირი ცხოვრება ექნებათ. მერკურისთან დაკავშირებით, რომ როდესაც მერკური გადადის უკუსვლაში, ეგრეთ წოდებულ რეტროგრადულ სვლაში, ყველაფერი ცუდად მიდის და დაღუპულნი ვართ. მერკურის რეტროგრადულობა ზოგისთვის კი ბატონო შეიძლება იყოს რაღაცა სახის დამაფერხებელი, განსაკუთრებით მისი ნიშნებისთვის ეს შეიძლება იყოს გონებრივი დაბინდვის, რაღაცა საქმის დაყოვნების, ხელის შეშლის, დაბრკოლებების მაჩვენებელი, თუმცა არა ყველასთვის. ზოგისთვის მერკურის რეტროგრადულობა პირიქით შეიძლება იყოს უფრო ხელსაყრელი, ეს შეიძლება კიდევ უფრო აღმოჩნდეს მეორე შანსი, დაკარგულის დაბრუნება, საფრთხის თავიდან არიდება, რაღაცა ცუდი მომენტის, ასე ვთქვათ, თავიდან ასხლეტვა, ანუ მერკურის რეტროგრადულობა ყოველთვის არ არის ცუდი. ახლა რასთან არის კავშირში მერკურის რეტროგრადულობა? ხშირ შემთხვევაში მას უკავშირებენ უფრო საბუთების დაკარგვა, ინფორმაციის არ მიღება, ინფორმაცია სადღაც იკარგება, კომუნიკაცია არის ასე ვთქვათ, არეული და ერთმანეთის ადამიანებს არ ესმით ან იგებენ ნათქვამს არასწორად. ფსიქოლოგიურად ადამიანებს აქვთ გონება უფრო დაბინდული, დაძაბულნი არიან, ამიტომ ყველას გონია, რომ ეს პერიოდი არის საშიში სინამდვილეში სულაც არა პირიქით, ზოგისთვის ეს პირიქით უფრო შეიძლება ხელსაყრელი და ასე ვთქვათ, ძალიან პროგრესული პერიოდი იყოს, ამიტომ არ დაიჯეროთ. ერთი მითი სატურნთან დაკავშირებით, რომ მას ყოველთვის მოაქვს ტანჯვა წამება ადამიანების ცხოვრებაში, არც ეს არის მართალი. კი ვიცით ყველამ და მეც მილიონჯერ მექნება ალბათ გამეორებული ჩემს არხზე, თუ რამდენად ავია ეს ჩვენი ბიძია ბაბუა სატურნი, მაგრამ ყოველთვის არა.
არ დაგვაუწყდეს ის ფაქტი, რომ ეს არის ენერგეტიკული გავლენა ჩვენზე, რომელიც არის სამართლიანი. ძალიან ბევრ და ხშირ შემთხვევაში არ გვესმის, ძალიან ხშირ შემთხვევაში უსამართლოდ ვღებულობთ მის წნეხებს, მაგრამ როცა დრო გადის და როცა მის გაკვეთილებს ვსწავლობთ, მადლობას ვუხდით მას ამისთვის და ზოგადად ღმერთს მადლობას ვწირავთ, რომ ყველაფერი მოხდა ისე, როგორც მოხდა და არა სხვანაირად. ანუ უმრავლეს შემთხვევაზე მაქვს ახლა საუბარი. ანუ მას მოაქვს ასევე განვითარება, ასე ცვლის ჩვენს ის ცვლის ჩვენს სიღრმეს, ჩვენს იდენტობას, ახდენს მაქსიმალურ ტრანსფორმაციას და გვაძლევს დისციპლინის უნარს, ასევე აღრმავებს ჩვენში გამძლეობის, სწორი არჩევანის, პასუხისმგებლიანობის, ჯანსაღი ცხოვრებისადმი სერიოზულ დამოკიდებულებას, შესაბამისად, ეს ყველაფერი, რაც ახლა მე ჩამოვთვალე, არის ყოველთვის არაკომფორტული, ეს არის ყველაფერი, რასაც გამოვყავართ ჩვენ კომფორტის ზონიდან, მაგრამ როდესაც ვახცევთ რომელიღაცა კონკრეტულ მიღწევებს, შემდეგ უკვე ყველაფერი სხვა თვალით არის დანახული და სხვანაირად ვაფასებთ ამ ყველაფერს. ამიტომ არ ის ფაქტი, რომ ვაიმე ეს არის ყველაზე ერთ-ერთი ბოროტი და ყოველთვის ბოროტია ჩვენი სატურნი, არ არის სწორი მეგობრებო. ასევე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ სად არის განლაგებული, რომელ ნიშანშია, რომელ სახლშია, რომელ ნაქშატრაში, ანუ ძალიან მრავალი რაღაცა უნდა იქნას დანახული, მანამ სანამ ჩვენ სატურნს გამოვუტანთ ვერდიქტს, რომ ის არის ბოროტი და ყოველთვის მას ცუდი მოაქვს. კიდევ ერთი ძალიან პოპულარული მითი. ეს ეხება ქვებს და ძვირფას ქვებს და არა ნახევრად ძვირფას ქვებს. საუბარი მაქვს კრისტალებზე და ის, რომ ადამიანებს სწამთ იმის, რომ ძვირფასი თუ ნახევრად ძვირფასი ქვები ცვლიან მათ ცხოვრებას რადიკალურად. ეგრევე, აი როგორც კი ადამიანი იწყებს აი ამ ქვის ტარებას, მისი ცხოვრება ეგრევე იცვლება. არასწორია ეს ინფორმაციაც, მეგობრებო, არ დავიჯეროთ არც ეს, იმიტომ რომ კი ბატონო, ძვირფას ქვებს გააჩნიათ გარკვეული სახის, ასე ვთქვათ, კონკრეტული ვიბრაცია, ისინი კონკრეტულად მუშაობენ კონკრეტულ ნიშანზე, განსხვავებულად, ანუ მე თუ ვარ მშვილდოსანი, ჩემზე კონკრეტული მაგალითად ყვითელი საფირი სხვანაირად იმუშავებს, მაგრამ შენ თუ ხარ დღესრქა, შენთვის ყვითელი საფირი შეიძლება საერთოდ არ შეიძლებოდეს, ხო? ამიტომ ჯერ ერთი უნდა ვიცოდეთ რომელ ძვირფას ქვაზე გვაქვს საუბარი, რატომ ვირჩევთ, შემდეგ უნდა ვიცოდეთ ვინ უნდა ატაროს და სად და როგორ და როდის უნდა ატაროს ეს ქვები, არის განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, მკაცრად დასაცავი ნორმები, წესები ძვირფას ქვებთან დაკავშირებით, რომ უნდა გაიწმინდოს, უნდა დაიმუხტოს, უნდა, ასე ვთქვათ, ძალიან მრავალი რაღაც ქვეპუნქტია ძვირფას ქვებთან დაკავშირებით გასათვალისწინებელი, მაგრამ ის რომ აი დღეს მე გავიკეთე რაღაცა ბეჭედი ძვირფასი ქვის და ხვალიდან ჩემი ცხოვრება აყვავდება, არასწორია. ასევე არის თუ არა ეს ძვირფასი ქვა ნამდვილი ეს ხომ საერთოდ ცალკე სასაუბრო თემა, მაგრამ ზოგადად მითებს დავუბრუნდეთ, ის ფაქტი, რომ ადამიანს გონია, რომ ძვირფასი ქვების ტარების შემთხვევაში მისი ცხოვრება უკეთესობისკენ მიდის, არასწორია მეგობრებო, იმიტომ რომ არ დაგვაუწყდეს ასტროლოგია ძვირფას ქვას გვაწვდის უბრალოდ დამხმარე ენერგეტიკად და არა მედიცინად, წამლად და რეცეპტად. ეს არის უბრალოდ თქვენი პარტნიორი ენერგია, რომელიც დაგიცავთ რაღაცისგან, დაგეხმარებათ, ხელს შეგიწყობთ, შანსს მოგცემთ, მაგრამ ძალიან ბევრი რამ ასევე დამოკიდებული იქნება იმაზე თუ რა პერიოდს გადიხართ, რა მაჰადაშა, რა ანტარდაშაზეა საუბარი, რომელი პლანეტის, ასე ვთქვათ, სადესატი გაქვთ თუ პირიქით, რა ხუს პერიოდს გადიხართ კეტუს, ასევე რა ნიშანი ხართ, ძალიან მრავალნაირი რაღაცა გასათვალისწინებელი, ამიტომ ნუ დაეყრდნობით მხოლოდ ძვირფას ქვას, ძალიან ბევრჯერ მყავს ბევრი ადამიანი ნანახი, რომ აი ათლიანი ხელები აქვთ, ასე აი ადგილი არ არის ხელზე, მაჯაზე, რომ 1000 სხვადასხვა ქვები აქვთ ერთად აკრეფილი, ესეც ძალიან დიდი შეცდომაა. ეხლა ქვებზე არ მაქვს ეს ვიდეო, მაგრამ თუ გნებავთ, შემიძლია ცალკე ჩავწერო ყველა ის შეცდომა, რასაც მე ვხედავ ადამიანებში ქვებთან მიმართებაში, ცალკე შემიძლია ეს ვიდეო შემოგთავაზოთ, მაგრამ ნუ მოკლედ მივუბრუნდეთ მითებს. არ არის სწორი იმის დაჯერება, რომ ძვირფასი ქვები თუ ნახევრად ძვირფასი ქვები ჩვენ ცხოვრებას ცვლიან რადიკალურად ეგრევე.
კიდევ ერთი მითი ასტროლოგიასთან დაკავშირებით არის ის, რომ ადამიანს გონია, რომ აი კონკრეტული რუკის მეშვეობით ადგენენ იმას, რომ აი ჩემი ცხოვრება არის სამუდამოდ გადაწყვეტილი, წერტილდასმული და არანაირი, არიან ისეთი ადამიანები პირიქით, ვისაც საერთოდ არ სწამს ამ მიმართულების და გონია, რომ ყველაფერი მის თავის ნებაზეა დამოკიდებული და რასაც თვითონ მოისურვებს, ყველაფერი 100%-ით მასზე მოხდება. მაგრამ არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც მეორე რადიკალიზმის სწამთ და გონიათ, რომ ყველაფერი გაწერილია. ამ დედამიწის ასტროლოგია გვასწავლის იმას, რომ დიახ, არის გარკვეული ბედისწერა, არის გარკვეული, ასე ვთქვათ, სცენარი, რასაც ადამიანის სული გაუყვება ამ ინკარნაციის დროს, თუმცა თავისუფალ ნებასაც გვიზიარებს, იმიტომ რომ როგორც ვედური ასტროლოგია გვასწავლის, აი არის დანიშნულება სანამდეც უნდა მივიდეს ჩვენი სული, მაგრამ რომელ გზას აირჩევს ამ დანიშნულებამდე მისასვლელად და ესე იგი რა გამოცდილებას მიიღებს იმ კონკრეტულ არჩეულ გზაზე, არის უკვე ადამიანის ნებაზე დამოკიდებული, ამიტომ ის მითი, რომ გაწერილია ჩვენი ცხოვრება 100%-ით მცდარია, თუმცა ისიც, რომ ყველაფერი ჩემს თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული, არც ეს არის მართალი. შემდეგი მითი რახუს და კეტუს ეხება. რახუ და კეტუ ოფიციალურად არის მიღებული როგორც ძალიან ბოროტი ენერგიები. ძირითადად მაინც დემონიზმს და სატანიზმს უკავშირდება ხშირ შემთხვევაში, რომ აი რახუს და კეტუს, რომლებიც არის თვარის ჭრდილები, მოაქვს ჩვენ ცხოვრებაში ყოველთვის ნგრევა, მოაქვს ყოველთვის დანაკარგი, ტკივილი, იმედგაცრუება, გზიდან აცდენა, რა ვიცი მე, 1000-ნაირი სხვადასხვა ნეგატიური გამოცდილება, ხო? თუმცა ყოველთვის არა. ყველასთვის არა. სენსიტიური ნიშნები სხვანაირად აღიქვამენ მის პერიოდს, ცეცხლის ნიშნები სულ სხვანაირად, ჰაერი კიდე სხვანაირად და მიწაც სხვანაირად, ხო? სენსიტიური წყალი გამოდის ახლა. რისი თქმა მინდა? თუ ზოგ ნიშანს რახუ და კეტუ მოუტანს გრევას, ქაოსს, რაღაცა გაურკვეველ სიტუაციებს, სხვა ნიშნებს შეიძლება იგივე ჭრდილებმა მოუტანონ სულიერი სიმშვიდე. იმიტომ რომ აი მაგალითად თევზის ნიშანი ავიყვანოთ, ხო? თევზი ყოველთვის ეძებს განმარტოებას. თევზისთვის ყოველთვის სიამოვნების, ჰარმონიის, ზრდის, კომფორტის, დაცულობის შეგრძნება მოაქვს, როდესაც ის საკუთარ თავთან ღრმად განმარტოებულად ჩადის, ხო? თევზს არ უყვარს გიჟი გადარეული ხმაურიანი კამერების წინ ცხოვრება, ხო? და არც ტრიბუნაზე უყვარს გამოსვლა და არც დიდი ყურადღება არ უყვარს ზოგადად საზოგადოებისგან. ამიტომ აი თევზისთვის კეტუს პერიოდი სულაც შეიძლება არ იყოს ნეგატიური. პირიქით, კეტუ შეიძლება თევზს მოუტანოს სულიერი სიმშვიდე, მოუტანოს ზუსტად ის ნანატრის, ანუ კვარი განმარტოება, სულიერი განვითარება, რაც თევზისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. თევზი ყოველთვის ვითარდება, ყოველთვის რაღაც ახალს სწავლობს, ყოველთვის რაღაცისკენ აი განვითარებისკენ, შინაგან განვითარებაზე გვაქვს საუბარი ძირითადად, აი ზუსტად იგივე ელემენტებს ემსახურება კეტუც. კეტუ გვაკარგვინებს ამ ცხოვრებისეულ ფუფუნებას, ამ ცხოვრებისეულ, ასე ვთქვათ, ნეტარებას და გვახედებს სულიერებისკენ, გვახედებს აი რაღაც აღმოუჩენელი, ყველასთვის არახელმისაწვდომი ინფორმაციისკენ მიდრეკილებას, სწავლებას, განვითარებას, ხო, აი კეტუსთვის ეს რაღაცები უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომ თევზისთვის კეტუ პირიქით შეიძლება იყოს უფრო სასიამოვნო და ძალიან პოზიტიური გამოცდილება. მაშინ, როდესაც სიტყვაზე ვერძი, ლომი ან მშვილდოსნისთვის კეტუ შეიძლება იყოს დაანგრევად აქცევა, იმიტომ რომ კეტუმ შეიძლება დააკარგვინოს მათ ის თავისუფლება, რაც მათ უყვართ, ის სიჩქარე, ის ასე ვთქვათ, სწრაფვა რაღაც მწვერვალებისკენ, სწრაფვა ცხოვრებისეული სიამოვნებისკენ, სწრაფვა, ასე ვთქვათ, კომფორტისკენ, რასაც ისინი ასე ყოველდღიურად ეტფიან, ხო? შეიძლება კეტუ მათთვის იყოს მართლა სულის გამოცდა. ამიტომ მეგობრებო, არ მინდა აი დაიჯეროთ რაღაცები ძალიან მარტივად და ძალიან ზედაპირულად. აი თუ არ ჩაუხმავდებით ასტროლოგიას და არ გვეცოდინება მისი დედაენა, არ გვეცოდინება ხო საბაზისო ინფორმაციაც კი, მაშინ აი მითებს არ ავყვეთ. ყოველთვის გადავამოწმოთ მოფარფატე
ინფორმაცია, მოფარფატე, ესე ვთქვათ, იდეოლოგია ასტროლოგიას მიმართებაში, ჯერ საკუთარ თავზე გამოვცადოთ და მე დავიჯეროთ რაღაცა ბოლომიტი, რომელიც დღეს მინდა გაგიზიაროთ, გახლავთ უკვე ონლაინ ჰოროსკოპები. ონლაინ ჰოროსკოპები, რომლებიც მე მახსოვს ბავშვობაში გაზეთებში იწერებოდა ჰოროსკოპები და მაშინაც მახსოვს თუ როგორ ეგრევე ახალ ჟურნალს რო ვიყიდით, სარკე იყო ერთ-ერთი ჟურნალი მახსოვს, სარკის ყიდვა მიხაროდა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ მის ბოლო გვერდზე თუ ბოლოს წინა გვერდზე ჰოროსკოპები ეწერა. თუ კარგად მახსოვს, ხო, ვის გაქვთ დღეს თუ სარკე კიდე გამოდის, არც ვიცი და თუ გამოდის, თუ წერენ კიდე ჰოროსკოპებს. არა მარტო სარკე ხა ჟურნალ-გაზეთები, არამედ ონლაინ ჰოროსკოპები, რომლებიც ასე ვთქვათ, იწერება, თუნდაც წიგნებზე მაქვს ძალიან ბევრჯერ შემჩნეული ჰოროსკოპების წიგნები, ხო? არის ბევრი წლის ჰოროსკოპის წიგნია გამოცემული. მაგალითად 2026 წელი და მე თითოეულ ნიშანზე არის დაწერილი თუ როგორ იქნება მისთვის. როგორ შეიძლება ჰოროსკოპს ვენდოთ მაშინ, როცა ამ ინფორმაციის, ასე ვთქვათ, ჩამოქაჩვა ხდებოდა, ხო? ნიშნების დამიხედვით. ვინც ეს ინფორმაცია მოგვაწოდა, არ იცოდა არაფერი არც ჩვენი დაბადების დროს შესახებ, არც ადგილზე იცოდა არაფერი, არც თარიღი იცის და არაფერი. ანუ ძალიან განზოგადებული, ხო? ესე ვთქვათ, მიჩურინის ვაშლი ფაქტიურად. შესაბამისად, მეგობრებო, ონლაინ ჰოროსკოპები არ არის ინდივიდუალური ინფორმაცია. არ ვიცი ეს რამდენს გაგიხარდებათ, ან რამდენს გეწყინებათ, ან რამდენმა იცით უკვე, მაგრამ ის რომ ონლაინ ჰოროსკოპები არის სანდო ინფორმაცია და ამ ინფორმაციაზე უნდა ააგოთ თქვენი ცხოვრება, თქვენი დღის არჩევანი ან მიმართულება, ძალიან დიდი მითია და ძალიან ფრთხილად იყავით ამ რაღაცას დამიმართებაში, იმიტომ რომ ის რაც იქ წერია საერთოდ არ არის ახლოს, ანუ რეალობასთან მაქსიმუმ ალბათ 5% და ისიც რავი მეიჭვება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ტრანზიტები, ასევე მიმდინარე ტრანზიტები, რომელი პლანეტა სად გადადის, ვისთვის რა გავლენას ახდენს, ზოგისთვის კარგის მომტანია, ზოგისთვის ცუდის, ამიტომ ასე ერთბაშად მისწყორცნილი ინფორმაცია ყველასთვის თუ არა საერთოდ ვინმესთვის არ მუშაობს. ამიტომ ფრთხილად იყავით, მეგობრებო. ეს არის ყველაფერი, ძალიან ბევრი მითი არსებობს ასტროლოგიის ირგვლივ, მაგრამ დღეს ამ 9 მითით შემოვიფარგლები. დამიწერეთ, გეხვეწებით, დამიწერეთ რა, თქვენ რა მითების გწამდათ, ან გწამთ დღემდე ასტროლოგიური მიმართულებით, ან რომელ მათგანში შემომედავებოდით, დამიწერეთ ძალიან ისე კონსტრუქციულ კრიტიკას აირჩევთ თუ გამიზიარებთ თქვენ გამოცდილებას, ყველაფერთვის ვარ ღია და ძალიან მაინტერესებს ყველა ეს უკავშირები. იმედი მაქვს, რომ ვენერას ტრანზიტი ყველა თქვენგანს ახლა მოგიტანთ მართლა ჰარმონიას, ბედნიერებას და ასე ვთქვათ, პოზიტიურ მუხტს და მე ძალიან მალე დაგიბრუნდებით ახალი ვიდეოებით, დროებით.